ვიყავი. აი, შემდეგი კითხვა, რომელიც არის 300 ლარიანი კითხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ევროკრედიტისგან. 2009 წელს შეხვდი ჩემი წიგნის თამაშის გარეშე პრეზენტაციიდან გამოსულ ჩემ ორ მეგობარს ერთ ადგილას და როდესაც ჩემსა და ამ წიგნზე შენ საკმაოდ უცნაური შეფასება გააკეთე თუ გახსოვს. შენ გიკითხავს რომ საიდან მოდიხართ და ია ფარულავას წიგნის პრეზენტაციისგან მოვდივართო და როგორ შეაფასე და რა თქვი შენ მაშინ ჩემზე? აბა გაიხსენე და მოიგებ 300 ლარს. რა თქვი, რას ვიტყოდი, რამეს ვიტყოდი? ფარულად ხო არ წერდა თქო რა. ფარული მარტო მე კონვერტი ვიცი. არა ხო? არ გახსოვს ხო? არ მახსოვს. მაგარი დაბოლილი იქნებოდი ალბათ. ნუ როგორც ყოველთვის. კაი, მაშინ სამწუხარო ჯერ ვერაფერი ვერ მოიგე. კაი, შენ ვერ მოიგე 300 ლარი და სწორი პასუხი იყო რომ როდის აქეთია ბოზები კარგ მემუარებს წერენო. კაი, კაცო, ეგეთი კაი რაღაცა. ხო და უცებ რაღაცა ეს რომ მითხრეს ხო თქვენ შეაფრია იმალება და ყველგან ყველაფერი მიდის. 300 ლარი ის არა ქვია. 300 ლარი ჩემი ბოზობის გამო წააგე, მაგრამ ნახე, შენ ჩემი ბოზობა სად გაგიგია? ეხა გასაგებია მე მყავდა 1 ქმარი, 2 ქმარი, 3 ქმარი, 4 ქმარი, მაგრამ მე რო ეხა ფულზე მებოზოს, ეგეთი არა, ეგეთი არა. ეხა გზნობის ხალი ყოველთვის ვიყავ. რას ლაპარაკობ, შენ იყავი ერთ-ერთი ისეთი გეხუმრები. მაგრამ მე ძალიან გამიხარდა შენ რო ესე თქვი, იმიტომ რომ მაგალითად ჟორჟ სანდმა დაწერა მემუარები, პოლინა ვიარდომ დაწერა მემუარები და მეც, მაგრამ ეს მემუარი არის. ანაის ნინი, რა იყო. კარგი, გადავინაცვლოთ შემდეგ. ვერაფერს ვერ იგებ, ძალიან გული მწყდება. დააჭირე ღილაკს ხელი. უცხები შვილის დაბრუნება. შენ ყავდა ძალიან